მოგესალმებით მეგობრებო. Როგორც გითხარით, ანუ ჩვენი მეორე ვლოგის სტუმარი არის ბატონი ზურაბ პაპიაშვილი, რძისა და რძის პროდუქტების ინჟინერ-ტექნოლოგი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული წარმოების სპეციალობის მასწავლებელი. ბევრისთვის, ბევრი გორელისთვის, ქართველისთვის საყვარელი პიროვნება, კარგი გორელი, ბატონი ზურაბი და ბატონ ზურაბთან გვექნება ახლა ბუნებრივია იმ თემებთან დაკავშირებით, რაზეც ვისაუბრეთ, გარკვეული შეკითხვები და ორიოდე მანამ შეკითხვებზე გადავიდოდით, ბატონო ზურაბ, მე ვიცი, რომ ძალიან მდიდარი გამოცდილება გაქვთ, მდიდარი როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული განათლება გაქვთ და დღეს უკვე ასეთი ცნობილ საწარმოებში არა მარტო საქართველოში მუშაობენ უკვე თქვენი გაზრდილი და გამოცდილი თაობა, ახალი თაობა და ეს ალბათ ორმაგად საამაყო არის და ორიოდე სიტყვით აი თქვენ პრაქტიკასთან სად მოღვაწეობით, როგორ იყო თქვენი ეს სამოღვაწეო პერიოდი, რო გითხრათ? მოგესალმებით ეს მაყურებელს. მინდა გითხრათ, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ საერთოდ არც ვიცოდი თუ ასეთი სპეციალობა არსებობდა და შემდეგ გავიგე მოგვიანებით ჩავაბარე ამ სპეციალობაზე და აქედან მოყოლებული დაკავშირებულია ჩემი ცხოვრება მთლიანად რძესთან და რძის პროდუქტებთან. დავიწყე მუშაობა რიგით ინჟინერ-ტექნოლოგად და დავასრულე ჩემი სამეწარმეო საქმიანობა დირექტორის პოზიციაზე გორის კვეთკარაქის ქარხნის მაშინდელი. ამის შემდეგ განვაგრძე ჩემი საქმიანობა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში და აგერ უკვე 16 წელია ვემსახურები ამ საქმეს პროფესიულ განათლებას, ვზრდით სპეციალისტებს, რომლებიც ძალიან სჭირდება ჩვენს რესპუბლიკას, დეფიციტია ამ სპეციალისტების და ამ დღევანდელ პირობებში საკმაოდ მოთხოვნადი პროფესიაც არის. ბუნებრივია მოიცავს იმ ჩიხურ სიტუაციას, რაც ახლა საქართველოში არის რძესთან დაკავშირებული და რძის პროდუქტებთან დაკავშირებული პრობლემებზე. ვიცით ხო ეს ნივთიერება რო აღმოჩნდა რძეში და ამაზე ბუნებრივია არის ხა ბევრს აინტერესებს რა ხდება და როგორ გავიგოთ ხარისხიანი რძე თუ არა რძის პროდუქტები, აი საიდან დავიწყოთ? აქ არის რამდენიმე ალბათ ეს ორგანოლეპტიკური ერთია და აი სხვა თემებთან დაკავშირებით ჩამოგვითვალეთ და აი ჩავთვალოთ რომ ბავშვებს ვესაუბრებით ახლა ოჯახის წევრებს, მშობლებს და რას გვირჩევთ, როგორ გავაკეთოთ? მინდა აღნიშნო რომ ასეთი კითხვით მრავალჯერ მოუმართავთ, არა დღევანდელ სიტუაციაში, არამედ ადრეც ხშირად მომართავენ ხოლმე ნაცნობებიც. ბევრს აინტერესებს, იმიტომ რომ ისეთი თემაა რძე და რძის პროდუქტები, ეს მალფუჭადი პროდუქცია და საკმაოდ რთულიც და ამავე დროს სახიფათო და საშიშიც. და დღევანდელმა სიტუაციამაც დაადასტურა ეს, რომ ადამიანებში გამოიწვია ასეთი აჟიოტაჟი, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ პროდუქტი, რომელიც გამოიყენება ბავშვებისთვის, მოზარდებისთვის, მოხუცებისთვის, ავადმყოფებისთვის და რა თქმა უნდა, სრულიად ყველა კატეგორიის ადამიანისათვის ფართო ინტერესი იწვევს, გაძლიერებული ესე იგი ინტერესი იწვევს და ხშირად მე ყოველთვის მიჭირს ხოლმე ამ კითხვაზე პასუხის გაცემა იმდენად რთულია, სანამდე აუხსნი ადამიანს, როგორ უნდა დაადგინოს და საკმაოდ რთულიც არის. ხშირ შემთხვევაში თვითონ სპეციალისტებსაც კი უჭირთ ხოლმე გამოარჩიონ ნატურალური პროდუქტი, ეგრეთ წოდებული რაღაცა ფალსიფიკატისგან. პირველი, როგორც აი გამოცდილებიდან დიასახლისნება განსაკუთრებით კარგად იციან, ეს არის ორგანოლეპტიკური შეფასება. ამას ჩვენ ვერ გავექცევით, არ არსებობს ამისი გამსაზღვრელი რაიმე აპარატები და აქ წინა პლანზე გადმოდის სპეციალისტის და უშუალოდ ადამიანის როლი. თვითონ უნდა აღიქვას ეს ყველაფერი, რაც მოიცავს მის ესე იგი გარე იერსახეს, ფერს, გემოს, სუნს და ასე შემდეგ. თუ ამ ყველაფერს ესე იგი ჩვენ გავითვალისწინებთ ყიდვის დროს თუ შეფასების დროს, ამის შემდეგ უკვე ჩვენ უნდა დავაკვირდეთ ეტიკეტს, რა თქმა უნდა. ეტიკეტზე უნდა წავიკითხოთ გულდასმით და ამ ეტიკეტზე არის ყველაფერი ის აღნიშნული, რაც უნდა იყოს, კანონმდებლობა ამას აიძულებს ყველა მეწარმეს და კარგია რომ ეს საკითხი მოწესრიგდა და ბოლო ხანებში. იმასაც კი მიექცა ყურადღება, რომ ცოტა შვილის შრიფტით იყოს აღნიშნული, რომ ყველამ შეძლოს ადვილად წაკითხვა
მაგრამ ხშირ შემთხვევაში ადამიანები უგულებელ ყოფენ ეტიკეტს არ უცქერიან და ამიტომ ხდება ხოლმე ამ ფალსიფიკატის, ესე იგი, ალბათ ენდობიან იმ მარკეტებს, სადაც ყიდულობენ და იმ სავაჭრო დაწესებულებებს. ესეც არის რეკლამა, იქ ესე იგი პირადი ურთიერთობები, რაღაცა ხშირად შეცნობებსაც უშვებენ შერჩევის დროს. ეს მაყურებელს კარგად რომ განუმარტოთ, რა არის ორგანულეპტიკური, ასე ვთქვათ, კვლევა. აი, მარტივად რო ვთქვით. ორგანულეპტიკური რომ პირველ რიგში რომ ფერს დავაკვირდეთ, ესე იგი რომ მას უნდა ქონდეს თეთრი ოდნავ მოყვითალო ფერი. სუნი უნდა ქონდეს დამახასიათებელი, რძისთვის დამახასიათებელი სუნი. თუ რძეზია საუბარი, ამ შემთხვევაში რძეს უნდა ქონდეს მოტკბო გემო, ოდნავ მოტკბო გემო და მაგრამ სასიამოვნო, ესე იგი, სუნი. იყოს უცხო სუნისა და გემოს გარეშე. აი ეს არის მთავარი. თუ დაკრავს რაიმე უცხო სუნი, უცხო გემო, ეს მიანიშნებს ან ესე იგი რძის არაჰიგიენურად მიღებაზე, რომ არ ვთქვათ მის გაყალბებაზე არაფერი, ან ესე იგი რაღაცა აფშერეული ისეთი, რაც დაუშვებელია და არ არის დამახასიათებელი ნედლი რძისთვის. აი ეს არის ძირითადად და უნდა ვიცოდეთ პროდუქციის, ესე იგი, შერჩევა, ვენდოთ ეტიკეტირებას. რამდენადაც მე ვიცი, ასე ვთქვათ, სამსახურები მუშაობენ საკმაოდ აქტიურად. თუმცა ალბათ რაღაცა ესეთი თემები, რაც ახლა ჩვენ ისტორიაში რაც მოხდეს რამდენიმე დღის წინ ხდება და რამდენად ყოფილა თქვენ პრაქტიკაში ესეთი მომენტები, ეს ალბათ საკმაოდ შეცდომა დავარქვათ, გადაცდომა დავარქვათ, ყველაფერი ყველანაირად შეიძლება ვთქვათ ეს ყველა ამ თემასთან დაკავშირებით, მაგრამ აი ესეთი ტიპის პრობლემები თქვენ გახსოვთ, როდისმე ყოფილა და რა მასშტაბების იყო და როგორ განვითარდა სიტუაციები შემდგომ? საუბედუროდ ყოფილა და ბევრი ფაქტები ფიქსირდება საზღვარგარეთაც, ჩვენთანაც ყოფილა ხშირად გახმაურებულა და ყოფილა შემთხვევები, რომ ალბათ არ გახმაურებულა და ჩვენამდე არ მოსულა, იმიტომ რომ ადრე ესეთი აფიშირება მაინცა და მაინც არ ხდებოდა, იმალებოდა ხოლმე ეს ასეთი ფაქტები, მაგრამ მე მახსენდება ალბათ ასაკოვან ადამიანებსაც ახსოვთ 1976 წელი, როდესაც გორში, აი უშუალოდ ჩვენს ქალაქში მოსახლეობა მოიწამლა არაჟდით. იყო ასეთი შემთხვევა და იმას მოყვა გარკვეული, ესე იგი, ღონისძიებები და ამის შემდეგ აშენდა ახალი ქარხანა გორში, ჩათვალეს საჭიროდ, რომ გაეუმჯობესებინათ საწარმოო პირობები, იმიტომ რომ ძალიან ცუდ პირობებში იყო საწარმოო. ახალი კადრიც იყო და უბრალოდ თქვენ, როგორც ვიცი, მაშინ მოხდა ჩემი გორში გადმოსვლა სამუშაოდ, მუშაობდი სხვა ქარხანაში და მაშინ მოგვიწვიეს აქ სამუშაოდ. ერთი წლის განმავლობაში სარემონტო სამუშაოები მიდიოდა და შემდეგ ქარხანამ გააგრძელა ფუნქციონირება და რამოდენიმე წლის ახალი ქარხანაც შევიდა ექსპლუატაციაში. ყველამ ვიცით, რომ რძე არის მალფუჭადი, ფაქტობრივად ფეთქებადი პროდუქტი არის და ამას უნდა ძალიან ფრთხილად და აკურატულად მოქცევა. მოსახლეობისთვის ახ ჩვენი მსმენელის საინტერესებს ნედლი რძისგან, აი უკვე მზა პროდუქტამდე, რა პროცესები არის გასავლელი და რას ყველაზე მეტად რას გაუსავდით ხაზს, მაგალითად ნედლი რძე მიცეს სიტყვაზე ნათესავმა მისცა სოფელში და წაიღე და მოიხმარე, აჩუქა. აი რა უნდა გააკეთოს ადამიანმა პირველ რიგში? ნუ ეს აღმოჩენა არ არის, თუ ვიტყვი რომ რძე არის საკმაოდ ფაქიზი, საკმაოდ საშიში, მალფუჭადი პროდუქტი და მოითხოვს განსაკუთრებულ მოპყრობას. განსაკუთრებულ მოპყრობაში იგულისხმება დროული გადამუშავება, სანიტარული ნორმების დაცვა, პირადი ჰიგიენა, რა თქმა უნდა, იმ ადამიანის, რომელიც ჩართული არის ამ პროცესებში და ეს პროცესი არის საკმაოდ რთული და გრძელი, ასე ვთქვათ, მინდვრიდან სუფრამდე. იქიდან იწყება უკვე მინდვრიდან ამ პროდუქციის, ესე იგი, ხარისხი, იქიდან იწყება მისი ავკარგიანობა, იქიდან ესე იგი განისაზღვრება მისი უნებლობა, ასე ვთქვათ, რაც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია დღესდღეობით, რომ პროდუქტი უნდა იყოს უნებელი. შეიძლება ხარისხით განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან და დღეს ეს ნორმა, რომ იყოს უცხიმოც, ნახევრად ცხიმიანი, მაგრამ ცალსახად უნდა იყოს უნებელი ეს პროდუქტი და
ეს საფუძველი ამას ეყრება მინდვრიდან და იქიდან ხდება მე მინდა ჩვენ მსმენელს უფრო კარგად განუმარტოთ ტექნოლოგიური პროცესები, აი გასაგებია ინტრო უთხრათ, ისე რომ გაიგონ, აი რა პროცესები მიმდინარეობს, ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ უფრო თქვენ როგორ აუხსენით? იმის შემდეგ, როდესაც ესე იგი ფერმაში მოხდა, ესე იგი რძის მიღება ან საოჯახო მეურნეობაში ამას არ აქვს მნიშვნელობა, ერთნაირი პროცედურებია იქ ჩასატარებელი, ეს ცურის ესე იგი დაცურთავება, დეზინფექცირება და შემდეგ მიღებული რძის ესე იგი გაწურვა, გაფილტრა, ასე ვთქვათ, მექანიკური მინარევის მოცილება და შემდეგ გაგრილება ან პასტერიზება, ესე იგი უნდა გაუვნებლობა მოახდინოთ ამ ნედლეულის, რომ მასში არ განვითარდეს პათოგენური. გაგრილება, პასტერიზება, ეს ორი სხვადასხვა ის არის და ესეც რა აუხსნათ. თუ ესე იგი ჩვენ არ ვაპირებთ მაშინვე რძის გადამუშავებას, ის უნდა გავაციოთ 10 გრადუსზე დაბალ ტემპერატურამდე და ასე შევინახოთ მომავალი დღისთვის, ვთქვათ, რომ დილის მონაწილეთან ერთად გადავამუშავოთ. მაგრამ თუ იმ დღესვე უნდა გადავამუშავოთ, გააჩნია რა პროდუქტი უნდა დავამზადოთ. ყველის დამზადების შემთხვევაში არ არის სასურველი ახალი რძიდან დავამზადოთ ყველი, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში რძეში არის საკმაო რაოდენობით აირები, არის ესე იგი ბაქტერიციდულ ფაზაში რძე და უძნელდება შედედება. და ეს ხშირად არიციან ხოლმე ესე იგი მწარმოებლებმა განსაკუთრებით ოჯახურ პირობებში და ახალი რძიდან თბილია და მოდი მაშინვე გავაკეთოთ ყველი, ამიტომ ისინი ნაკლებ ესე იგი პროდუქტს ღებულობენ, გამოსავალში აგებენ ყოველთვის, იმიტომ რომ ნედლი ახალ მოწვეული რძე ბაქტერიციდულ ფაზაში ცუდად იკვეთება, ცუდად დედდება. და გამოსავლიანობა არის დაბალი ამ შემთხვევაში. და მეორე პირობა უკვე როდესაც ჩვენ ვიწყებთ ესე იგი პროდუქტის დამზადებას აუცილებელი არის თერმული დამუშავება. ჩვენი ტექნიკური რეგლამენტი, რძის ტექნიკური რეგლამენტი ცალსახად ესე იგი მოუწოდებს და განსაზღვრულია, რომ ნებისმიერი სახეობის პროდუქტი უნდა დამზადდეს პასტერიზებული რძიდან, რაც ხშირად არ ხდება. რა ტემპერატურაზე ხდება პასტერიზაცია? სხვადასხვა პროდუქტისთვის ესე იგი პასტერიზების ტემპერატურა არის განსაზღვრული სხვადასხვა რეჟიმით. სხვადასხვა რეჟიმით, კი. ყველს მაგალითად პასტერიზება უნდა გაუკეთდეს არაუმეტეს 75 გრადუს ტემპერატურაზე. სხვა შემთხვევაში თუ მაღალ ტემპერატურაზე გაუკეთა პასტერიზება კარგავს შედედების უნარს, ვთქვათ ხაჭოს შემთხვევაში 80 გრადუსის დასაშვებია და პასტერიზებული რძე, სასმელი რძე ასე ვთქვათ, უნდა დამზადდეს შედარებით მაღალ ტემპერატურაზე პასტერიზებით. ანუ 100 გრადუსს არ უნდა მიაღწიოს, მაგრამ არც ბევრი არ უნდა. რასაც ქვია პასტერიზებული 100 გრადუსამდე არ უნდა ატყდეს. და 100 გრადუსის ზემოთ ეს უკვე სტერილიზებული პროდუქტად ითვლება. დღეს რაღაცა გაჩნდა დიდი უნდობლობა და ფაქტობრივად დიდი უფსკრული გაჩნდა მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის. აი ხა ეს უფსკრული მე რასაც ვაკვირდები, იმდენად დიდია, რომ ამისი ასე ვთქვათ შევსება რაღაც გარკვეული დრო დაჭირდება, ნდობის მოპოვება იგივე მეწარმეების მხრიდან და ასე შემდგომ. მაინტერესებდა, ანუ რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს რძისა და რძის პროდუქტების წარმოება და ხაზს გაუსმევდი მე, რომ აქ არის საუბარი იმ მცირე ფერმერებზე, მე მაინტერესებს მცირე ფერმერები ხა დიდი კომპანიები ასე ვთქვათ დაალაგებენ ამ სიტუაციას, დღეს იქნება ხვალ იქნება და ყველაფერი მე დარწმუნებული ვარ ჩაჯდება ფორმაში და აქ საუბარი მაქვს უფრო ისეთ კატეგორიის ფერმერებზე, რომლებიც სოფლებში არიან. ხდება თუ არა ამათი გადამზადება რაღაცნაირად, არის თუ არა პროგრამები, თუ არა მატერიალურ-ტექნიკური ბაზა თვითონ ამ ადამიანებს და რაც ყველაზე მთავარი არის, ანუ მე რასაც ვაკვირდები საძოვრებზე, ანუ ძალიან ბევრი აქცენტები ისმევა, რომ აი არა გვაქვს საძოვარი, სად უნდა ყავდეს მაგალითად როხა, სად უნდა აუძოთ, ასეთი თემები ძალიან ბევრია. აქ თუ არა მატერიალურ-ტექნიკური ბაზა სოფლებში, თქვენ ახლა ვიცით რომ შეხება გაქვთ ამ თემასთან დაკავშირებით, აი რას გვეთქვით, რა გამოწვევებსა და პრობლემების წინაშე დგანან დღეს არსებულ ასე ვთქვათ სიტუაციაში ის მცირე ფერმერები და მეურნეობები, რომელიც საქართველოში არის სოფლებში და მე მინდა რომ ესეთი იყოს ბევრი და ესეთები იყოს ხარისხიანი ესეთი ფერმები, იმიტომ რომ აი ზუსტად ოჯახურ ბიზნესზე, ზუსტად კორპორაციებზე უნდა იდგეს ჩვენი ეროვნული წარმოება და თუ რომელიმე ყველას ვეუბნები, მე აბსოლუტურად ქაოტონ ანასთან საუბარს განვაცხადე, რომ თუ ჩვენ ვიცით აი ღირსეული მეწარმე, რომელსაც აქვს ღირსეული პროდუქტი, მოდი დავასახელოთ ხმამაღლა
შეიძლება ეხა რაღაც ისეთი მომენტი იყოს, ვიღაცისთვის რეკლამა იყოს, დაემე გავუკეთო რეკლამა ეგეთ ადამიანს. იმიტომ ეს მაგიტომაც არის ეს თვითონ სტუდია შექმნილი, რომ ესეთი ადამიანები უნდა გამოვავლინოთ როგორც მოგებულები და უნდა მოვეფეროთ, უნდა ხელზე ვატაროთ, იმიტომ რომ ეს ადამიანები ფიქრობენ ჩვენ შვილებს და მადლობა ყველა მეწარმეს და თქვენ გამოზრდილი ყავთ ბუნებრივია ბევრი და ეხა აი ეს კითხვა მაინტერესებს უბრალოდ რა გამოწვევის წინაშე დგანან და იქნება ორიოდე სიტყვით აი ესეც გითხრათ. გულის ტკივილით მინდა აღნიშნო ის რომ დღეს რაც ხდება ჩემს პრაქტიკაში ასეთი გამოწვევა არ ყოფილა. სიმართლე გითხრათ ეს ძალიან ცუდი ფაქტია, ძალიან ცუდი ფაქტი და ძალიან ბევრი შრომაა საჭირო იმისათვის რომ აღდგეს ეს ნდობის ფაქტორი მომხმარებელსა და მწარმოებელს შორის. მე დარწმუნებული ვარ რომ ეს აღდგება, მაგრამ გარკვეული შრომა დაჭირდება, ყველა ესე იგი სტრუქტურის ჩართულობა იქნება საჭირო, სურსათის უღრებლობა, სამინისტროს, სპეციალისტების თვითონ და დარწმუნება ადამიანების რომ ეს აღარ უნდა განმეორდეს. ყველამ უნდა გააკეთოს მაქსიმუმი, რომ ასეთი მე არ შემიძლია საუბარი დანა რაღაცა მე შევაფასო ეს როგორ მოხდა და რანაირად მოხდა, მაგრამ ხალხში რომ გამოიწვია ასეთი ფაქტი თვითონ ცუდი ფაქტი არის, ძალიან ცუდი ფაქტი ესე იგი ეს მთელი რესპუბლიკის ლაქაა. დიახ. მე დღეს ვათვალიერებდი გუშინაც ყოველდღე ვათვალიერებ ინფორმაციებს და უკვე ინტერნეტში რუსულ საიტებზეც გაჩნდა სტატიები რომ საქართველოში წამყვან იმაში ფერმაში და საწარმოებში ასეთი რამე მოხდა ეს ძალიან უსატკეცი. სამწუხარო ფაქტი არის, ესე ვიტყოდ, სამწუხარო. აი რაც შეეხება უკვე აი დანარჩენ მეწარმეებს, ასე ვთქვათ, აი მოხდა ისე რომ ეს დიდ კორპორაციებს იმას ნდობა არ გამოუცხადა, ხო, გავიდა და გამოუცხადეთ უკვე არტიზანულ პროდუქტს გამოუცხადეთ, ხვდებით აი ხელნაკეთი უკვე რომელიც ევროსტანდარტები უნდა რომ დაიცვას, იგივე რაც სოფლიოშია სტანდარტები ის უნდა რომ დაიცვას. აი არიან ესეთი ერთეული ოჯახები და საკმაოდ ბევრი ქვეყანაში მე როგორც ვიცი და აი იგივე კორპორაციები რამე თუ აი ამ ხრივ რა პრობლემები აქვს, რა გამოწვევები აქვს, ანუ სად არიან ეს ადამიანები? შიდა ქართლში გორის რაიონში თუ არის ვინმე ეგეთი თუ გახსენდებათ? როდესაც ვხვდები საწარმოებში და მე საქართველოს თითქმის ყველა საწარმოში ვარ ნამყოფი, ყველა კუთხეში, კეთილი შურით უცქერი ხოლმე იმ დიდ საწარმოებს, რომლებიც არიან უკვე ფეხზე კარგად არადგანან, არ დავასახელებ და ისედაც ყველა ვიცის რომ ეს ყველა საწარმო თბილისშია და ძალიან საამაყოა და ყოველთვის იყვნენ ისინი მოწინავედი კავშირის მასშტაბითაც კი ადრე მახსოვს და ყოველთვის ფიქრობდი ხოლმე იმ მცირე მეწარმეებზე, რომლებსაც დიდი სურვილი ჰქონდათ ალბათ რომ რაღაცით მიმსგავსებოდნენ ან რაღაცნაირად ასულიყვნენ მაღალ დონეზე, მაგრამ ხელი შეწყობა არ აქვს სათანადო. რაღაცნაირად იგნორირებულია ეს საშუალო რგოლი, ეს მცირე მეწარმე. რაღაც გვინდა რომ სულ ვაკრიტიკოთ და თითქოს ესე იგი არ გვინდა მათი ნაწარმი. ესეთი ტენდენციაც იყო ერთი პერიოდი და ეხლა ვფიქრობ პირიქით არის ტენდენცია. მეც ყოველთვის როცა მეკითხებოდეთ, ვეუბნეოდი რომ უნდა ვენდოთ მსხვილ მეწარმეებს, იქ უფრო სამსახურები მუშაობენ, ყველა მიმართულებით და მე დღესაც ამ აზრზე ვარ, სხვათა შორის მე არ შემიცვლი აზრი, მაგრამ მე მაქვს აზრი, რომ ეს მცირე მეწარმეებს უნდა დავეხმაროთ და სტანდარტიზაცია მოხდეს მაგათი ასე. უნდა წამოიწიოს მათმა დონემ. ეს შეიძლება მოხდეს ესე იგი ტრენინგების მეშვეობით, სწავლება, წახალისება მათი, დახმარება. მე ძალიან მეწარმესთან მიხდება საქმიანობა, იმიტომ რომ ჩვენთან სასწავლებლად მოდიან ძირითადად ადამიანები, ვისაც ეს მეურნეობა აქვს და ოცნებობენ პასტერიზატორი შეიძინონ. როცა ისინი იგებენ პასტერიზების მნიშვნელობას, მერე უჩნდებათ სურვილი შეიძინონ, მაგრამ ეს ისეთ თანხებთან არის დაკავშირებული, აი პატარა მაგალითს გეტყვი. უბრალო პატარა პასტერიზატორი რომ შეიძინოს 100 ლიტრზეც რო გაუკეთოს პასტერიზება 8-9000 10000 ლარებზეა ლაპარაკი. რა თქმა უნდა ესეთ მცირე მეწარმეს ახლა დღეში რომ 3 კილო და 5 კილო ყველს გააკეთებს 10000 ლარი გადაიხადოს
პატარა პასტერიზატორში. კი, გეთანხმებით. რაღაცა პროგრამები უნდა ამუშავდეს, რაღაც ეს შეღავათიან ფასებში ეს დანადგარები მივაწოდოთ ან საშუალო რგოლის, ესე იგი მეწარმეებს და თან კიდევ ტექნიკური დახმარება ცოდნის გადაცემის გზით. რომ გამოყენებაც ვასწავლოთ ამ პასტერიზატორის და ის პასტერიზების რეჟიმები შევასწავლოთ და არ მგონია რომ ჩვენმა ესე იგი მცირე მეწარმეებმა ამას რაღაცნაირად წინააღმდეგობა გაუწიონ. ფიქრობ უნდა მადლიერები იყვნენ. უბრალოდ ჩვენი სურვილი იქნება და ასე ვთქვათ, ხედვაც რომ სახელმწიფო ჩაერთოს ამ თემატიკაში და სახელმწიფო დაეხმაროს მცირე მეწარმეებს, რომ სტანდარტიზაცია მოახდინონ. რა არის იცით, ანუ დიდმა ასე ვთქვათ, წარმოებებმა გარკვეულწილად გლობალიზაცია მოხდა ახლა ყველა სპექტრში და ყველა სფეროში და ჩაყლაპა ეს მცირე სეგმენტი. თუმცა ამ მცირე სეგმენტს აქვს შემორჩენილი ის უნიკალური რეცეპტები, უნიკალური შემადგენლობა ყველისა, რომელიც ფაქტიურად აი ქალბატონ ანასთან საუბრობდი, რასაც ეძებს ხოლმე ეს ქალბატონი მთაში, რუსეთში, ფშავში, სვანეთში, ხევსურეთში დადის და ეს ნაწილ აგროვებს ამ ინფორმაციას და მე სახელმწიფოს მიცა ამ ქალმა ეს რომ დაარეგისტრირეთ. ინებე დაარეგისტრირეთ და დღეს დაარეგისტრირებულია ბევრი რამე ფაქტიურად. და ეხლა ისეც ვთქვათ, რომ რეალურად ამ დიდ საწარმოებს რაღაცა სტანდარტები აქვს, რამდენიმე სახის ყველს უშვებენ, რომელიც ასე ვთქვათ, მაგალითად, არ დავასახელებ, მაგრამ შეიძლება 3-4 წარმოება იყოს. ისეთი, რომელიც 7-8 სახეობის ყველს აწარმოებს, მაგრამ საქართველოში ამდენი სახეობის ყველი არ დაარეგისტრირებული. 14. ახლა ჩართული ვარ ეხლა ამ საქმიანობაში, ტრენინგებს ვატარებ მთელი რესპუბლიკის მასშტაბით. მოვიარეთ მთელი სამეგრელო, იმერეთი, ეს არის იფადის პროგრამა, რომელიც გულისხმობს ტექნიკურ დახმარებას ამ ესე იგი მცირე მეწარმეებისთვის და ანუ ეს პროგრამა არსებობს ესე იგი. დახმარება გაუწიეს სადგომები აშენდა იფადის ასეთი ორგანიზაცია არის იფადი, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და მოვიარეთ ეს რეგიონები დავათვალიერეთ და ძალიან დიდი ესე იგი ინტერესი გამოიწვია მათში. მათ მიიღეს წინა წლებში ეს ტექნიკური დახმარება და ეხლა ჩვენ ტექნიკურ და მატერიალური დახმარება მიიღეს და ეხლა ჩვენ ვაძლევთ მათ ტექნიკურ დახმარებას. ანუ ვასწავლით როგორ უნდა დაამზადონ ოჯახურ პირობებში ეს ყველი მათ მიერ მიღებული ნედლეულიდან და ძალიან ისეთი აზარტში არიან, ისე ვთქვათ, ზოგიერთმა უკვე ევროპული ყველის დამზადებაც და არის. ეხლა ჩვენ ვახორციელებთ გორის რაიონში პირველად განათლების სამინისტროს უნარების სააგენტომ დააფინანსა ეს პროგრამა უსაფრთხო პროდუქციის დამზადება და რამდენი ხანია რაც უკვე მეორე თვეა მიმდინარეობს ეს პროგრამა საზღვრისპირა სოფლებში 4 სოფელია ჩვენი მუნიციპალიტეტის ჩართული ეს არის ქვემო ნიხოზის, ხვენისის, დიცის და ხურვალეთის ანუ ეს არის საზღვრისპირა სოფლები დაასახელეთ ახლა ხო? ზუსტად ეს სოფლები და ადგილზე მივდივართ, ადგილზე ვატარებ ტრენინგებს, ვასწავლებ პროდუქტების დამზადებას და ძალიან ესე იგი მოწადინებულები არიან და არაჩვეულებრივია ნამდვილად. აქვს სურვილი რომ მათი ესე იგი მიღებული რძე ჩააბარონ გადამამუშავებელ საწარმოებს. აი ასეთი სურვილი გაუჩნდათ რამდენად მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ანუ რას გულისხმობ ისეთ იგივე სადგომს და უშუალოდ წურის დამუშავების თემატიკა, აი რამდენად იყენებენ იმ საშუალებებს, რომელიც ასე ვთქვათ, აპრობირებული არის, რომ მე ეს თვითონ ბაქტერიული ფონი რა არ გაცდეს იმას, რაც დაშვებული არის. აი სოფლებში ასე ვთქვათ, აი რამდენად კონტროლდება და რამდენად აქვს ამისი საშუალება და რამდენად მოწადინებულები არიან კიდევ. რა თქმა უნდა, ეს რომ გააკეთოს და დაიცვას პირველ რიგში ცოდნა ჭირდება. უნდა იცოდეს ეს ყველაფერი და ზუსტად ამას ვაკეთებ ჩვენ რომ ვასწავლით ამ ყველაფერს და ამის შემდეგ რა თქმა უნდა დაჭირდებათ იმ მატერიალური ბაზის გაუმჯობესება, სადგომის ნორმებში, ესე იგი მოყვანა და იქ აღჭურვილობა მე რაც თავარია საწველი აპარატი, რაღაც რომ უფრო გაზარდონ თავისი ესე იგი სულადობა ამ მეწველი ფურების და მეტი აწარმოონ. ეს ხელს შეუწყობს ესე იგი ხარისხის ამაღლებას პროდუქციის, იქნება უსაფრთხო პროდუქცია და პლუს ამას ადამიანების ადგილზე დამაგრებას.
მეცხოველობას ეს დადებითი ფუნქცია აქვს კიდევ რომ ადამიანებს ამაგრებს ადგილზე და ეს ადვილად აღარ მიატოვებენ ხოლმე და წავლენ. და ამიტომ ეს ასეთი პროგრამები უნდა განხორციელდეს. კი, მივესალმები ასეთ პროგრამას, ნამდვილად კარგი არის და მადლობა ყველას, ვინც ჩართული არის ამ პროგრამაში. ეხლა თქვენ ახსენეთ აი ადამიანების დამაგრება ადგილზე. ეს არის უდიდესი პრობლემა. გამოწვევა მე გეტყვით, რომ 2024 წელს ჩვენ ყავდა ემიგრანტი 245,000 და იმიგრანტი შემოსული არის 200,000. თქვენ ბრძანეთ, რომ თქვენ ყავთ არაერთი მოწაფე. და ქალბატონ ანამ დღეს გაგვიკეთა სიურპრიზი და დაგვახვედრა ჩვენ სუფრაზე თქვენი მოწაფის მიერ დამზადებული ყველი. მე გავსინჯებ არაჩვეულებრივი გემოვნური თვისებები აქვს. თუ ვერდობი ხოლმე ჩემი სტუდენტების დამზადებულ ყოფილი სტუდენტების დამზადებულ პროდუქციას, იმიტომ რომ მე მათ ვასწავლე ერთი რამ, რომ პასტერიზების გარეშე მათ პროდუქცია არ უნდა დაამზადონ. და როდესაც მე ხვდები, ყოველთვის ვეკითხები, ასრულებ თუ არ ასრულებ აი ამ დავალებას, რაც მე დაგავალე. იცოდე, მე არ გავსინჯავ თქვენ პროდუქტს და ყოველთვის მეუბნებიან, რომ ჩვენ ვასრულებთ ამას, არ გავაკეთებთ არასდროს. რაც არ უნდა დაგავალონ, რაც არ უნდა შეგავიწროს, თუნდაც ფლობელმა, საწარმოს ფლობელმა, თქვი რომ მე ამას არ გავაკეთებ. იცოდე, უფრო მეტად დაგაფასებენ. უფრო მეტად ესე იგი და ხალხით შეგიყვარებს, როცა შენ ამზადებ ასეთ უსაფრთხო პროდუქციას და მეც შემეძლება გაბედულად გავუკეთო რეკლამა და ვთქვა, რომ ეს პროდუქტი შეიძლება ნამდვილად იყოს უსაფრთხო. ეხლა ვიზუალურად მე რასაც უცქერი, ეს ის პროდუქტია, სულადად კი გამოდის ჩემი მხრიდან შეფასება, მაგრამ აი ეს ის პროდუქტია, რომელიც ოჯახურ მეურნეობებში მზადდება და რაზეც არის დიდი მოთხოვნილება. არტიზანული ესე წოდება. მოსახლეობა ყოველთვის იძახის, აი იქ სოფელში რომ მივირთმევდი, ბებიასთან რომ ჩავდიოდი და აი ისეთი ყველი გვიდა და თაშორის მეც გამახსენდა ეგეთი გემო, ძველი გემო. ვიზუალურად ეხლა რო უცქერი, ზუსტად ის ვიზუალია. პირველი, რასაც ვაკვირდებით, მე ყველეები ასე ვთქვათ, ეს არის ხუმე თვლიანობა, ყველის თვლიანობა, ანუ ნახატი მეორედაირად ასე ვთქვია და ყველა სახეობის ყველს მისთვის დამახასიათებელი ნახატი გააჩნია და თუ არა უნდა გქონდეს ყოველ შემთხვევაში ესეც არის შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმი. არ შეიძლება თქვათ იბერულ ყველს გქონდეს ისეთი ნახატი, როგორც შვეიცარიულ ყველს აქვს. ან პირიქით და ასე შემდეგ. ესეც ერთ-ერთი განსაზღვრელი კრიტერიუმია და ახლა მე აქ რასაც ვუძგერი, ეს არის ტიპიური იბერული ყველის და ნებისმიერი იბერელი მათ რო გასიჯოს, ისიც ითქვის, რომ ნამდვილად იქაურია, მათი ის არის ნამდვილი იბერული. კარგია, რომ ჩვენმა ყოფილმა სტუდენტებმა და ჩვენმა გამოზრდილებმა კარგად გაართვეს თავი და მხარი აუგეს აი მათ გუდვილის ესე იგი საქმიანობას და არ შეგვარცხვიდეს ასე ვთქვათ, კარგად ჩაეწერდნენ იმ გარემოში. ძალიან კარგია ეს ყველაფერი, წვენით გასინჯეთ. კი, ძალიან. მეყოლეთ ამ წვენში შაქარი ნული არის, კონსერვანტები და ქიმია, ასე ვთქვათ, შიგნით არ არის. ერთი რამეა საინტერესო, რომ ძალიან მოხარული ვარ, რომ ასეთი სტუდენტები ყავთ და რამდენად მოთხოვნადი არის თვითონ ეს თქვენი პროფესია და ტექნიკურ სასწავლებელში რამდენად ასე ვთქვათ მოდიან ეწერებიან, რომ ეს ისწავლონ. ხო, ეხლა მე ჩვენს გასაჭირზეც გეტყვით და წარმატებებზეც ჩვენი სასწავლებლის რომელიც ესე იგი აღსდგა, ასე ვთქვათ, 2009 წლიდან დავიწყეთ მან ფუნქციონირება. ჩვენ სასწავლებელს აქვს თავისი სასწავლო საწარმო, კარგად აღჭურვილი, სადაც არის ყველა ის ეს გორის უნივერსიტეტზე მეგობრებო. გორის უნივერსიტეტის საკუთრება, რა თქმა უნდა, ეს საწარმო. ხო და იქ არის ყველა პირობა, რომ სტუდენტმა შეიძინოს ის საჭირო უნარჩვევები, რასაც ჩვენ თეორიულად ვასწავლით საკლასო ოთახში, შემდეგ ლაბორატორიაში და ბოლოს უკვე იმ რეალურ გარემოში, რასაც დღევანდელი თანამედროვე მცირე საწარმო ქვია. ამიტომ აი ეს წარმატებაც აქედან არის და მათი კარგი ესე იგი განათლებაა, რომ მათ მიიღეს ეს პრაქტიკული გამოცდილება ამ სასწავლო საწარმოში და მე გაუადვილდათ ძალიან ესე იგი უკვე
ნებისმიერ საწარმოში მუშაობა და აგერ უკვე ესეთ მოწინავე, ესე იგი, საწარმოშიც ხდება მუშაობა. ნიკორაშიც მუშაობენ ჩვენი ყოფილი სტუდენტები, სოფლის ნობაჩიც არის. ბევრგან, ესე იგი, ყაზბეგში, დასავლეთ საქართველოში, ახალციხეში რამოდენიმე ჩვენი ყოფილი სტუდენტი მუშაობს საწარმოებში და ასე შემდეგ და დღეს ძალიან დიდი გამოწვევა კიდე ტრანსხიმები, რომელიც იწვევს არტერიულ ჰიპერტენზიას, იწვევს სიზარღვების დაბინძურებას, იწვევს ზოგადად ადამიანის სიცოცხლის ხარისხის დაქვეითებას და ასე შემდეგ. ესენი არის, ასე ვთქვათ, მარგარინები, ზეთები, პალმის ცხიმი, სპრედი და ასე შემდეგ. რა მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ამ პროდუქტების სახში მოხმარების და ნუ ყველას ვეუბნები მათ შორის და ჩვენც უნდა რაღაცნაირად აღვნიშნოთ რომ რა ტიპის, ეხლა მე კონკრეტულად ფილმებს არ ვასახელებ კომპანიებს რა, აი რას უნდა მოერიდოს დიასახლისი, ესეც ხო კალკულად ანუ ცხიმის, ეს მცენარეული ცხიმია იძახიან ბუნებრივია, მაგრამ ნუ ხმარობენ ხაჭაპურში როგორც ვიცი და ბევრ სხვადასხვა ხა ქართულ ტრადიციულ საკვებში. გამოიყენება მისი სიაფიდან გამომდინარე. ესე იგი ფასია ამ შემთხვევაში განსაზღვრელი და არა ხარისხი, რომ თქვათ, რომ ვიღაცამ თქვას, რომ ის ჯობია და იმიტომ ყიდულობ. ფასი აქვს და ჩვენთან ეს არის რეგულირდება ეს კანონით 2%-ია დასაშვები მხოლოდ ტრანსქიმების შემცველობა პროდუქტში ჩვენთან შეზღუდულია. ზეს გულისხმობთ? ანუ ზეშიც მოიხმარება ტრანსხიმები? პროდუქტებში ესე იგი 2%-ია დაწესებული ჩვენთან, მანამდე არ იყო საერთოდ ეს ზღვარი დაწესებული. არის ქვეყნები, სადაც საერთოდ აკრძალულია, არ შეიძლება ტრანსხიმების გამოყენება. ისედაც უნდა აიკრძალოს მე ვფიქრობ. ჩვენთან ჯერჯერობით 2%-ამდე არის შეზღუდვა და სასურველი იქნება თუ ეს ზღვარიც წაიშლება. ანუ ეს ტრანსხიმები ამ შემთხვევაში ნედლერძე რო შემოდის, რაღაცა პალმის ცხიმს ვაგდებთ შიგნ და ისე ვაკეთებთ, მაგ გულისხმება თუ თვითონვე აქ ეს ყველაფერი. ნედლერძეში არ უნდა იყოს არც ერთ შემთხვევაში. ხო, კარგად რომ ნედლერძეში არანაირი სხვა მინარევი არ უნდა იყოს. აი ყველში მაგალითად დასაშვებია 2%. ეს როცა ამზადებს პალმის ცხიმის შერევით, იქ ბატონო. ხოლო დაწერია იქ და რო ყიდულობ, გეუბნებიან რაც წერია, ხო? ანუ შენ გინდა ნედლირზისგან თუ ვიყიდებ. თუ პროდუქცია დამზადებული არის ნედლირზიდან, მაშინ შეიძლება მას ეწოდოს ყველი. წინააღმდეგ შემთხვევაში ეტიკეტზე ვერ დააწერს ვერც ერთი მეწარმე ყველს, მაგრამ დააწერს სახაჭაპურეს, დააწერს იმერულს და კიდევ რაღაც სახეს ყოველი შეიძლება დააწერო და 2% იყოს ტრანსხიმი შიგნით. მაგას გულისხმობთ? გასაგებია. ანუ ესე იგი თუ ყველს აწერს, იქ ტრანსხიმი 1% არა. ნედლერძეში არ უნდა იყოს ტრანსხიმი 1%-ში და ეს ჩვენმა მაყურებელმა კარგად უნდა იცოდეს, იმიტომ რომ ხშირად ყიდულობენ პროდუქციას, აწერია რაღაც რეგიონის სახელი არ მიგება გავასახელო რეგიონის სახელი რაღაც, მაგრამ სიტყვას ვერ დახავ იმ პროდუქტის თქვათ არაჟანი, არაწერია. რაღაც სახელი ქვია, მაგრამ არაჟანი. ესე იგი ეს პირდაპირ მიგვანიშნებს, რომ ეს არ არის არაჟანი. რა კი არაჟანი სიტყვა არაწერია. თუ სიტყვა ყველი არაწერია, აუცილებლად ეს არ არის ყველი. გასაგებია. ჩემო მეგობრებო, მე მინდა აუცილებლად გაითვალისწინოთ ბატონი ზურაბის რჩევა და არიგებები. მადლობა უთხრა ბატონ ზურაბს ასეთი ამომწურავი დეტალური კონსულტაციისთვის და დიალოგისთვის და კიდევ ვიტყვი არაერთხელ რომ სწავლა, ეხლა ჩვენ პატარების გვიყურებენ, გათვითცნობიერება ეს არის უპირველესი რამ რაც ჩვენ ქვეყანას გადაარჩენს.